მუხრანში უკანის შემდეგ ავღანეთში სამშვიდობო მისიას კიდევ 4 ჯარისკაცი ემსხვერპლა, ისინი გუშინ საღამოს ნაღმზე აფეთქდნენ. რასახის შეფასებები გაკეთეს საქართველოს სამშვიდობო მისიის შესახებ ქეთი ფარცხალაძე მოგითხრობთ. მე სულთანაგზნობა გამოვთქვა გამოვხატო ოჯახების მიმართ, ვინც თავისთვის ძვირფასი ახლობელი ადამიანები დაკარგეს. ეს ვაჟკაცი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მათ ყველაზე მაღალი ფასი გაიღეს ბრძოლაში თავისუფლებისათვის და ტერორიზმის წინააღმდეგ. თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ ამ ადამიანებით. ნატოს გენერალურ მდივანს დაგეგმილი დღის განმავლობაში ერთი დაუგეგმავი განცხადების გაკეთებაც მოუხდა. მისი თბილისში ჩამოსვლიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში ნატოს პარტნიორობის ფარგლებში მყოფი 4 ქართველი სამხედრო დაიღუპა. პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალები გიორგი კოლხიტაშვილი და ნუგზარ კალანდაძე სამხედრო დავალების შესრულებისას ნაღმზე აფეთქდნენ. უფრო კონკრეტულად რა დროსა და ვითარებაში დაიღუპნენ ქართველი ჯარისკაცები, როდის გადმოასვენებენ მათ ცხედრებს საქართველოში, ასევე მათ პირად მონაცემებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ ავრცელებს. ჩვენ ომში ვართ და ომი არ გაჩერებულა და როგორ ვთქვა ბუნებრივია, როგორ შეიძლება ვთქვა რომ ბუნებრივია და ძალიან მტკივნეულია ეს ამბავი, მაგრამ ეს ასე ხდება სამწუხაროდ. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე რონდელი მსხვერპლის მიუხედავად ავღანეთში ქართული მისიის საჭიროებას ეჭვქვეშ არ აყენებს. ის რომ დავეხმაროთ დასავლეთს, რომ რამენაირად გააჩეროს ისლამური რადიკალიზმის აღორძინება ავღანეთში და შემდეგ ეს ტალღა ჩვენც მოხვდება, ისე როგორც ცენტრალურ აზიას და ჩვენ ისეთ გარემოცვაში ვართ, რომ ძალიან მტკივნეული იქნება ჩვენთვის ისლამური რადიკალიზმის შემოტევა. მეორე იმის გამო, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს უკეთესი ჯარები, უკეთესი ოფიცრები, უკეთესი მეომრები და ავღანეთის ოპერაციის საშუალებით ჩვენ ამით ჩვენს პროფესიულ დონეს ჩვენი ჯარისას ასე იგი ვაუმჯობესებთ და მესამე ეს არის, რომ ჩვენ უნდა ვანახოთ ყველას, როგორც პატარა ქვეყანა, რომ ჩვენ ვართ ღირსეული მოთამაშეები საერთაშორისო ასპარეზზე და არა მხოლოდ მომხმარებლები ვართ და მოვითხოვთ, რომ დაგვიცვან, არამედ ჩვენ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ამაში. სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას საჭიროდ მიიჩნევს ექსპერტი ირაკლი სესიაშვილიც, თუმცა ის მისიაში ქართველი წარმომადგენლობის შემცირების მომხრეა. ტრაგედია, რაც ამ შემთხვევაში ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ჩვენს ჯარისკაცებს ჩვენს ქვეყანას დაარღვდა, არის გარკვეულწილად მსხვერპლი არა მარტო ქვეყნის მხრიდან, არამედ ეს მსხვერპლი გამოწვეულია საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკური იმიჯის ასამაღლებლად, რაც არ არის სწორი მოქმედება ჩვენი ხელისუფლებიდან. ამიტომ იმაჩნია, რომ საზოგადოებამ თავისი აზრი უნდა დააფიქსიროს ამ მისიასთან დაკავშირებით. ჩემი პოზიცია არის, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მონაწილეობდეთ, მაგრამ ის უნდა შემოიფარგლოს მაქსიმუმ 1 ან 2 ასეულით. მისიაში ქართველი ჯარისკაცების რაოდენობაზე საუბრობს რადიო თავისუფლების სამხედრო მიმომხილველი კობა ლიკლიკაძეც. მისი აზრით, ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვას საერთაშორისო თანამეგობრობის გამოხმაურება მოჰყვება. მე მაინც გონია, რომ ეს სისხლი, ეს დაღუპული, ეს გაღებული მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველოს უფრო რელევანტურ დახმარებას მიიღებს საერთაშორისო თანამეგობრობისაგან, ვიდრე აქამდე ღებულობდა და იმაზე მეტსაც. თუ ვემხრობი მოსაზრებას, რომ საქართველოს უნდა იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში ავღანეთში, სადაც მარტო ავღანეთის ბედი აწდება, სადაც ხდება გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები. მაგრამ ჩვენი ზომის, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ქართული სამხედრო მისია ავღანეთში 2009 წლის ნოემბერში დაიწყო. მისიის ფარგლებში უკვე 5 ჯარისკაცია დაღუპული, ხოლო 3 დაჭრილი. პირველი მსხვერპლი 1 თვის წინ გარდაცვლილი უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი იყო. ლისაბონში ნატოს სამიტამდე საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი პოლიტიკური მხარდაჭერის სიმბოლოდ შეფასდა. პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე კი ანდერს ფოგრესმუსენმა აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის მოგვარებას და რუსეთის ხელისუფლებას 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა. რამდენი წელი დასჭირდება საქართველოს ნატოს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. ექსპერტთა და პოლიტიკოსთა შეფასებები თიკა ანდღულაძის რეპორტაჟში.
ნატომ მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. ესაა ფრაზა, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა თითქმის ყველა თბილისურ შეხვედრაზე გაიმეორა. თუმცა ყველგან ისიც დაამატა, რომ ქვეყანამ ალიანსის მოთხოვნები უნდა შეასრულოს. გარწმუნებთ, რომ ნატოს პოზიციები საქართველოსთან მიმართებაში არ შეცვლილა. ძალაში რჩება ბუქარესტის დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ნატო თანახმაა საქართველოს მის რიგებში გაწევრიანებას. იმ პირობით თუ ის შეასრულებს ალიანსის კრიტერიუმებს. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს ნატოს მოთხოვნების შესრულებაში. ალიანსში გაწევრიანებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა. პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ანდრეს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატომ მხარს უჭერს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის მოგვარებას და რუსეთის ხელისუფლებას 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა. თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება განსაზღვროს საკუთარი პრიორიტეტი. ნატოს ღია კარის პრინციპი აქვს და ჩვენ რუსეთთანაც თანამშრომლობთ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ უსაფრთხოების კუთხით გაუმჯობესდა სიტუაცია და ეს საქართველომაც უნდა დაინახოს. ნატომ გამოხატა თავის შეშფოთება რუსეთთან მიმართებაში თავის დროზე. ვფიქრობ, რომ დიალოგი არის აუცილებელი მშვიდობიანი გადაწყვეტილებებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს თქვენ აქ იმყოფებით. მე მახსოვს თქვენი თამამი განცხადებები 2008 წლის სექტემბერში, ჩემი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში. მინდა თქვენს მიმართ მადლიერება გამოვხატო. ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე თქვენ ძალიან მძიმე პერიოდში მსახურობთ, რადგან ბევრი გამოწვევა გაქვთ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ თანამშრომლობთ არა მხოლოდ ალიანსის წევრებთან, არამედ სხვა ქვეყნებთან. და ეს ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ ორგანიზაციას მომავალი აქვს. მე ვფიქრობ, რომ საქართველო ISF-ის ერთ-ერთი ერთგული წევრია. ჩვენ ლისაბონში ნატოს სამიზეთს მივიღებთ მონაწილეობას. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის გქონდეთ. ჩვენ კი ჩვენი მხრივ თქვენი პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი გვაქვს. პოლიტიკური მხარდაჭერის სიმბოლოდ შეაფასეს ანდრეს ფოგ რასმუსენის ვიზიტი საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმაც. მათი თქმით, ლისაბონში ნატოს სამიტამდე, რომელიც რამდენიმე თვეში გაიმართება, თბილისში ნატოს გენერალური მდივნის ჩამოსვლა საქართველოსა და ალიანსის ურთიერთობის გაღრმავებას ნიშნავს. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, როგორც აქ თქვით, გენერალურმა მდივანმა ბრძანა ჩვენ გზაზე, ნატოსკენ, ჩვენ გზაზე ევროატლანტიკურ სივრცეში, ევროპაში დაბრუნებისკენ, ჩვენ გზაზე ჩვენი სუვერენიტეტის სრულფასოვანი საბოლოო გამყარებისკენ. ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი ექსპერტების შეფასებით საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ რასმუსენის განცხადებებში კონკრეტიკა არ ყოფილა. მაგალითად, გაურკვეველი დარჩა, რამდენი წლის შემდეგ შეძლებს საქართველო ალიანსის დახმარებით მისივე მოთხოვნების შესრულებას, ან როგორ დაეხმარება ნატო საქართველოს დეოკუპაციის საკითხის გადაჭრაში. ეს არის რიგითი და ორდინარული ვიზიტი. იმიტომ რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია საქართველოსთვის ეს არის მისი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. სხვა საკითხია, რომ ამ პრიორიტეტის რეალიზაციის პერსპექტივები განუსაზღვრელად არის გადაწეული შორეულ მომავალში. რამდენი წელი დასჭირდება საქართველოს ნატოს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად? ეს კითხვა ანდრეს ფოგ რასმუსენს გამგზავრებამდე ჟურნალისტებმაც დაუსვეს. თუმცა ამაზე გენერალურ მდივანს კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა. ალიანსში გაწევრიანებისთვის საქართველოს პირველ რიგში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა შეძლოს. აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოს სტანდარტების დაცვა. საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი დასრულდა. ანდრეს ფოგ რასმუსენი მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობის წევრებს, დეპუტატებსა და პრეზიდენტს ხვდებოდა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ნატოს სამეკავშირეო ოფისიც გახსნა. რასმუსენის ვიზიტის დეტალები ნახეთ ნანუკა იორდანიშვილის რეპორტაჟში. ნატოს გენერალურმა მდივანმა ოფიციალური შეხვედრები დილით ადრე საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. თუმცა პირველი კომენტარი თავდაცვის სამინისტროში გააკეთა. მან მწუხარება გამოთქვა ავღანეთში 4 ქართველის სამხედროს დაღუპვის გამო და საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. Let me say that I highly appreciate your dedication. ნატოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრები პარლამენტში განაგრძო, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეს უმრავლესობის წევრებსა და 4 ოპოზიციონერ დეპუტატს შეხვდა. შეხვედრიდან გამოსული ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ამბობდა, რომ რასმუსენთან გასაუბრების საშუალება დავით ბაქრაძის გარდა არავის მიეცა. ოპოზიციების გასვლა მიმდინარეობდა ნატოს გენერალურ მდივანსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. სხვას არავის არ ულაპარაკია და ნურცნურავი ნუგატყობთ. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ საგნობრივად. ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად და ჩემი აზრით გასაგებად განმარტა, რა მნიშვნელობა აქვს ნატოსა და რუსეთს შორის დიალოგის რეჟიმში ურთიერთობას. უპირველეს ყოვლისა ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რუსეთი აიძულონ იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც მას აღებული აქვს. რა თქმა უნდა, ალიანსი დაინტერესებულია იმით, რომ გაუმჯობესდეს ურთიერთობები ნატოს და რუსეთს შორის, მაგრამ გენერალური მდივანი იყო ძალიან მკაფიო მის პოზიციაში, რომ ეს გაუმჯობესება არ მოხდება საქართველოს ინტერესების ხარჯზე.
ნატოს სამეკავშირეო ოფისის გახსნა ნატოს საქართველოს ურთიერთობებში ახალ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა ანდრეს ფოგ რასმუსენმა. სიტყვით გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება უცვლელია და საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება. ალიანსის გენერალურმა მდივანმა შემაჯამებელი შეხვედრაც და პრესკონფერენციაც პრეზიდენტის სასახლეში გამართა. ეს ხუჯური ენდროშა კიდევ ფრიალებს ამ დარბაზის თავზე. ის რომ საქართველო აგზელებს წარმატებულ განვითარებას როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მიუხედავად მის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა, ეს არის ასევე ჩვენი საერთაშორისო კავშირების, ჩვენი მეგობრების, ჩვენი ერთად ყოფნის დიდი დამსახურება. ნატოს სამიტზე კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ იმაზე, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, როცა ნაკის ვალდებულებებს შეასრულებს. რაც შეეხება რუსეთს, მიმაჩნია, რომ რუსეთის მომავალი არ არის დადებითი თანამშრომლობაში ნატოსთან და ევროკავშირთან. თუ განვითარდება რეალური ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნა, საქართველო და რუსეთი ჰარმონიულად იცხოვრებენ. ანდრეს ფოგ რასმუსენი საქართველოში უკვე მეორედ იმყოფებოდა. ის პირველად 2008 წელს ჩამოვიდა, მაშინ ის დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ნატოს გენერალური მდივნის რანგში კი მისი პირველი ვიზიტი თბილისში უკვე დასრულებულია.